დღევანდელ სოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე გამწვავებულ ვითარებაში, მაშინ როცა თურქეთი და რუსეთი ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული და არ არის გამორიცხული ეს რამე სხვა ტიპის სამხედრო ან სხვა ტიპის დაპირისპირებაში გადაიზარდოს და პრაქტიკულად ომი მიმდინარეობს სირიაში. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საიდუმლოდ, ფარულად ხალხის უკან აწარმოებს მოლაპარაკებებს თურქეთის თავდაცვის სამინისტროსთან და გეგმავს თურქეთის სამხედრო უწყებასთან სამხედრო ხელშეკრულების გაფორმებას. ხელშეკრულება იქნება სამმხრივი თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. თურქეთი არის ომის ზღვარზე რუსეთთან და აზერბაიჯანი არის საომარ მდგომარეობაში სომხეთთან. ეს პირდაპირ ნიშნავს საქართველოს ჩათრევას სამხედრო კონფლიქტებში სომხეთთან და რუსეთთან. შესაბამისად, ეს არის პროვოკაცია, ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება სამუდამოდ დავემშვიდობოთ აფხაზეთს და სამარჩევლოს. არ თუ სავიზო რეჟიმებზე დათბობაზე ვილაპარაკოთ, საერთოდ დავემშვიდობოთ ამას და მიიღო დესტაბილიზაცია სამცხე-ჯავახეთში, მიიღო დესტაბილიზაცია აჭარაში და ასე შემდეგ. დღეს თუ თურქები არ არიან შემოჭრილი აჭარაში და სამცხე-ჯავახეთში, ისევე როგორც შეიჭრნენ სირიაში, როგორც დღემდე შეჭრილი არიან ერაყში, ამერიკის მოკავშირე ერაყში და ხმას არ იღებს შეერთებული შტატები და არც ნატო არავინ ამ შეჭრასთან დაკავშირებით. ასევე შემოიჭრებოდნენ ისინი აჭარაში და სამცხე-ჯავახეთში, რო არ ეშინოდეთ რუსების. უბრალოდ ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი არის რუსი მათთვის. და ესეთი ცუნდრუკი თინახი და შელის ქვეყანას მიიყვანს სამხედრო კონფლიქტამდე სომხეთთან და რუსეთთან, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტის დასაცული შეიძლება გახდეს. შესაბამისად, ძალიან მკაცრად მინდა გავაფრთხილო ხიდაშელი პრემიერ-მინისტრს მოუწოდებ, რომ ესე გააკონტროლოს ეს მოქმედება და შეაჩერონ თავდაცვის მინისტრი და ასევე მოუწოდებ ქართულ საზოგადოებას ყურადღებით იყოს. თუ ჩვენ ნახეთ, რომ ეს გრძელდება, ჩვენ ვიღებთ ამ ინფორმაციებს, ასეთ შემთხვევაში ხალხი ქუჩაში უნდა გამომიდეს და ძალით უნდა აიძულოს ხიდაშელს დაწყნარება და რაც კალაპოტში მოქცევა. სახელმწიფოებრივ კალაპოტში მოქცევა. სამხედრო თანამშრომლობაზე არის საუბარი. სამხედრო თანამშრომლობაზე. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ სამხედრო თანამშრომლობა თურქეთთან, როცა თურქეთის და რუსეთის სამხედრო კონფლიქტი არის მოსალოდნელი. ეს მეგობრული ნაბიჯია რუსების მიმართ? დიახ, მით უმეტეს, იმ ფონზე როცა რუსეთი იმიტომ დგამს ამ ნაბიჯებს, რომ ასეთი სულელური, ბრიყული ნაბიჯები საქართველოს აღარ გადადგას. ჩემს ხელშეკრულება არ არის დადებული. და ხიდაშელი უნდა დააუგოს, ვინმე დააწყნაროს ბოლო-ბოლო. ძალიან მართლა მაპატიეთ ესეთი აგრესიული გამოთქმისთვის, მაგრამ ძალიან თავს გაუვიდა და უკვე აი აგერ არის. გამაღიზიანებლად შეურაცხყოფლად იქცევა საზოგადოება, საერთოდ სირცხვილი იყო, ჯარის დამცირება იყო მისი აქ დანიშნა. აი როგორ ფიქრობს ივანიშვილი და ღარიბაშვილი ქართული საზოგადოების მდობის მოპოვებას ასეთი შეურაცხყოფის მე, როცა ხიდაშელს დანიშნავ თავდაცვის მინისტრად. და მე როგორ იქცევა, რა განცხადებებს აკეთებს. ჯერ რუსების მიმართ რა განცხადება გააკეთა ლენინგრადის ბლოკადაში, ბლოკადის ტრაგედიის მიმართ. ამაში ხლა არ წერი არაფერში. აზრდილობაში, რომელიც არ აქვს, არ შუბლის ზარში, არ ცოდნაში, არ თავშეკავებაში. ეხლა ეგეთი ატორღიალებული თავდაცვის მინისტრი შეიძლება ახლა ასე ამ ქვეყანა ატორღიალდეს ხა მაგის ჭკუაზე იცანცაროს ქვეყანა. და მეორე საკითხი ასევე რუსეთის და ევროკავშირის ვიზა ლიბერალიზაცია დაემთხვა ერთმანეთს. როგორ იყო ქვეყნის ხელისუფლების საქციელი?
წინა დღეს რუსეთმა გააკეთა განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, რომ ისინი აუქმებენ სავიზო რეჟიმს, ეს არის სასწავლო ვიზაც, ეს არის სამუშაო ვიზაც, ანუ იხსნება საერთოდ სავიზო რეჟიმი. ნუ პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო არადიპლომატიური, ამასთან დაკავშირებით, თავშეკავებული, მაგრამ არადიპლომატიური და პარლამენტის განცხადება იყო სამარცხვინო, საერთოდ უტაქტო და არაკორექტული. განსაკუთრებით რესპუბლიკელების. ნუ ეს პარტია როგორც ჩანს ნიღაბის საბოლოოდ ჩამოიხსნა და პირდაპირ ღია და აშკარა პროვოკაციებზე მიდის და ნაციონალებთან ერთად რეალურად მთელი ხელისუფლება შანტაჟის ქვეშ ყავთ, დაშინებული ყავთ ხელისუფლება და იქცევიან პირდაპირ აშკარად პროვოკაციულად. თუმცა ღარიბაშვილის პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი რუსი კოლეგები იყვნენ გაკვირვებული უბრალოდ. გაოცებული ასეთი როგორ გითხრათ, არაკორექტული შეფასებით. ესეთი მოკლე მშრალი გაზა, ეს არის სწორი ნაბიჯი, სწორი მიმართულებით. მართლა? და მეტი არაფერი არ იყო? ეს არ იყო კეთილინების ჟესტი? ეს არ იყო გადმოდგმული ნაბიჯი, სამხრივად გადმოდგმული ნაბიჯი, ვაჭრობის და სპეკულაციის გარეშე რუსეთის მხრიდან? როცა 1 მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში. და ბოდიში, მაგრამ იქ მოსამსახურებლად დამლაგებლებად კი არ მიდიან რუსეთში ქართველები, როგორც ევროპის ქვეყნებში. იქ ქართველები წარმოადგენენ ბიზნეს ელიტას, კულტურულ ელიტას, შემოქმედებით ელიტას, სამეცნიერო ელიტას, თუ კი ვინმე კარგი ექიმია და კარგი კლინიკა აქვს და კარგი ბიზნეს ოფისი აქვს და კარგი მსახიობი ან მომღერალი, ის ქართველები არიან. ქართველები რუსეთში არიან შემდგარი წარმატებული ადამიანები. ყველა სფეროში და საფრანგეთში, გერმანიაში, შეერთებულ შტატებში 99% მიდის რომ მოხუცებულს მოუაროს, სახლი დაალაგოს. მათ არ აძლევენ განვითარების საშუალებას ევროპის ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელია ევროპაში წასული ჩვენი ემიგრანტების შრომა. ძალიან დასაფასებელია, იმიტომ რომ უმძიმესი შრომით არჩენენ თავის ოჯახსაც და სახელმწიფოსაც აქ. აქ კიდე რამდენიმე ოჯახს თითოეული ევროპაში თუ რუსეთში წასული ჩვენი მოქალაქე. მაგრამ როგორია დაფასება ევროპაში და შეერთებულ შტატებში ჩვენ ვნახეთ. და მეორე დღეს ევროპის ვიზა ლიბერალიზაცია რო გამოცხადა, რა სამარცხვინო დროშების ფრიალი იყო. ასეთი უმადური, უნამუსო კონტრასტი, რაც რუსეთსა და საქართველოს, რუსეთსა და ევროკავშირის შორის გაკეთდა, ეს ჩვენ არანაირ სიკეთეს არ მოგცემს. მე გეტყვით ახლა მქონდა ლაპარაკი უბრალოდ აი გაუგნებული იყვნენ უმადურობით. თუმცა მადლობა ღმერთს ხვდებიან რომ ეს არ არის ქართული საზოგადოების უმადურობა და ეს არ არის მთელი პოლიტიკური სპექტრის უმადურობა. ეს არის ხელისუფლების და ასეთი ეგრეთ წოდებული ფსევდოლიბერალების ასეთი ფულზე გაყიდული პოლიტიკოსების და არასამთავრობო ორგანიზაციების ასე იგი ცუნდრუკი უთამოყვარეო. და თანაც ეს იყო მორიგი, რეალურად ეს იყო მორიგი იმედგაცრუება ევროპის მიმართ ქართული საზოგადოების, იმიტომ ეს არ არის სასწავლო ვიზა. რეალურად ხელისუფლება კიდევ ერთხელ მოატყუა ხალხი და ხალხი ამას იყო რამდენიმე ძალიან მალე გაიგებს. სასწავლო ვიზა არ მოხსნა, არც სამუშაო ვიზები არ გაუქმებულა. ეს არის მოკლევადიანი ვიზები. ანუ ევროპელებმა დაუშვეს ვიზა ლიბერალიზაცია კი არ მოხდა. რეალურად მოხდა ქართველებს მიეცა საშუალება მოკლევადიანი ვიზების აღების, ანუ სასეირნო წასვლის. თქვენ რამდენი პროცენტ შეუძლია საქართველოში, პარიზში და ლონდონში მოკლევადიანი ვიზით ჩავიდეს, დაათვალიეროს და უკან დაბრუნდეს. რამდენი პროცენტ შეუძლია? იქ ძირითადად რაც ჩვენ საზოგადოებას სჭირდებოდა, ეს იყო სასწავლო ვიზა, რომ ახალგაზრდებს მიეცეს საშუალება განათლება მიიღონ და სამუშაო ვიზა, რომ იქ იმუშაონ. ეს არც ერთი არ გაკეთებულა. და ხელისუფლება არ აკეთებს ამის განმარტებას მოსახლეობისთვის. ამიტომ მე მინდა ქართულ საზოგადოებას უთხრა, რომ ევროპამ კიდევ ერთხელ შეაქცია ზურგი ქართულ საზოგადოებას, კიდევ ერთხელ დაუმსხვრია იმედები და ხელისუფლება კიდევ ერთხელ ატყუებს ქართულ საზოგადოებას ის რაღაცა, როგორ გითხრათ, ყალბიზე იმის ფეირვერკების გამართვით. და ასეთი კონტრასტით, ასეთი უმადური დამოკიდებულებით რუსეთის მიმართ, როცა რუსეთმა რეალურად
მართლაც ვიზების გამარტივებაზე მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა ჯერ არ გაუმარტივებიათ. ასეთ სუნდრუკი შეიძლება რუსებმა ბოლო-ბოლო შეიძლება შეცვალონ თავისი დამოკიდებულება, ეს არ უთქვამთ. მაგრამ ეს ხოთაშორის ეს წყენა იგრძნობოდა ესეთი როგორ გითხრა, წყენაც არ იყო, წყენა არავის არ გამოუხატავს, უბრალოდ საუბარში რო ვკითხე, ესე იგი იყვნენ უბრალოდ გაკვირვებულები. როგორ შეიძლება ასე უტაქტო და უმადურად და უნამუსოდ იქცეოდეს ადამიანი. გაჩნდა მოსაზრებები, რომ რუსეთი ამ ვიზის მოსნას არ მოხდება მხოლოდ იმ კუთხით, რომ პასუხს მოითხოვს საქართველოსგან, რაღაცა სანაცვლოდ ენდომებაო. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს მოსაზრება მართალი და აქამდე რა შეიძლება რომ მოითხოვოს და აქამდე რატომ თუ აქამდე ხომ შეეძლო რომ მოესწრა, რა გახდა ესე უცებ ერთიანად ამ განცხადების გაკეთება? უცებ ერთიანად თქვენ მოისმინეთ, რუსეთის ხელისუფლებაში და რუსულ საზოგადოებაში დიდი ხანი საზემ მწიფდებოდა. და ამის შესახებ მე ინფორმაცია ჯერ კიდევ სექტემბერში მქონდა, რომ რუსები ამუშავებდნენ ვარიანტებს ვიზის ლიბერალიზაციის. და ეს პრინციპში გადაწყვეტილი იყო, უბრალოდ რა მომენტში გამოცხადდებოდა, ამას ელოდებოდნენ. იმ დღეს მე უკვე ვიცოდი, რომ საქართველოს მიმართულებით რაღაც პოზიტიური გარღვევა უნდა ყოფილიყო, განცხადება უნდა გაკეთებულიყო. მე არ ვიცოდი რა განცხადება უნდა გაკეთებულიყო. სხვადასხვა მქონდა მოლოდინო, შესაძლებელი იყო პრეზიდენტ შეეფასებია ეს რუსულ-ქართული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ასეთი ინფორმაციაც, ასეთი მოლოდინიც იყო. აი ჯგუფი, რომელზეც მე ახლა ერთი კვირის წინ ჩვენს რუს კოლეგებთან შევთანხმდით, შესაძლოა იყო, რომ აი მქონდა მოლოდინი, შესაძლოა იყო ამ ჯგუფის მუშაობის და შექმნის პერსპექტივებზე გაკეთებულიყო შეფასება და რა თქმა უნდა ჩვენ გვინდოდეს, რომ ესე იგი ეს შეფასება რო ყოფილიყო, მაგრამ უფრო მეტი იყო, ახლა აქ იყო რეალურად გადადგმული ნაბიჯი პოზიტიური, მაგრამ არანაირი ვაჭრობა რუსეთს ჩვენთან ამის შესახებ არ გაუმართოთ. ეს იყო ცალმხრივად ისეთი გაკეთებული კეთილინების ჟესტი, თუმცა როცა სახელმწიფო იღებს რაღაც გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ამ კეთილი ჟესტის და ასე იგი კეთილინების ჟესტში იგულისხმება, რომ შენი მხრიდანაც უნდა გადაიდგას მეორე ნაბიჯი. მაგრამ ჩვენ როგორ მოვიქეცით? მოვიქეცით ესე, არაკორექტული შეფასება იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან და უტაქტო და უზრდელი შეფასება იყო პარლამენტის წევრების მხრიდან, განსაკუთრებით რესპუბლიკელების მხრიდან. და პროვოკაციულ საქციელს აგრძელებს თავდაცვის მინისტრი. ესეთი არის ჩვენ დამოკიდებულება. და ეხლა ყველაფერში შეთქმულების ძებნა, რაც რუსეთს ეხება და შავი კატის ძებნა, ბნელოთახში, როცა ის კატა იქ არ იმყოფება იმ მომენტში, ყოველ შემთხვევაში, როცა იმ დროს, როცა ჩვენ ახლა ფიგურალურად რუსეთის სამნაბიჯზე ვლაპარაკობთ, ეს მანდამეს გონირული არ არის. თუმცა რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ასპარეზზე ტყუილად არაფერი არ კეთდება. კეთილინების ნაბიჯი გადმოიდგა საქართველოსკენ, იმიტომ რომ საქართველოსმაც გადადგას მათკენ კეთილინების ნაბიჯი და ამით რუსეთმა ქართულ საზოგადოებას ამცნო რომ მათთან არის კეთილი დამოკიდებულება, უნდათ ურთიერთობის დარეგულირება საქართველოსთან, მაგრამ არა ხიდაშელთან ერთად. და ხიდაშელის ესეთი საქციელებით. ეს ურთიერთობა რუსეთსა და ქართველებს შორის აღდგება, მეგობრობა, სტრატეგიული მოკავშირეობა აუცილებლად იქნება აღდგენილი ხიდაშელის გარეშე და ხიდაშლების გარეშე. საარჩევნო გარემო არის ზუსტად ისეთივე საკანონმდებლო ბაზა არის ზუსტად ისეთივე, როგორც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს და ამას მე ჩვენს კოლეგებთან და ჩვენს ოპონენტებთან ახლა კოალიცია ქართული ოცნებისგან ერთად ვებრძოდით ყველანი. დღეს ახლა ისე გამოვიდა, რომ ქართულ ოცნებას მოეწონა ეს საკანონმდებლო ბაზა. რატომ? იმიტომ რომ ეს ბაზა იძლევა საშუალებას ხელისუფლების უკანონოდ შენარჩუნების და უსამართლოდ დამსახურების გარეშე, ანუ მიღებული ხმების გარეშე შენარჩუნების. და ამის კარგი მაგალითი არის თბილისის საკრებულოს არჩევნები. როცა ოცნება მიიღო 53% და ხმები აკონტროლეს, მანდატები მიიღო 75%. ეხლა ოცნების რეიტინგი არის 14-15-16%-ის ფარგლებში. ანუ პრაქტიკულად მიწასთან გასწორებული. ეს ნიშნავს, რომ
ძალაუფლების დეფიციტია შექმნილი. რეალურად ძალაუფლება ქუჩაში ან უბრალოდ არ არის ძალა, რომელიც მიიღო და ძალაუფლებას ხელში აიღებს. თუ ჩვენ მოვახერხეთ ჩვენს პარტნიორ მოკავშირე პოლიტიკურ ძალებთან ერთად კონსოლიდაცია, ასე შემთხვევაში ჩვენ გვექნება ის ძალა, რომ ეს ძალაუფლება ხელში ავიღოთ. ნახოთ ჩვენზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული ხო, რაც თქმა უნდა ქვეყანაში შექმნილი ვითარება არის ძირითადად ხელისუფლების კისერზე, მაგრამ ის რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს, ამაზე პასუხისმგებლობა ჩვენც თუ გადავინაწილოთ ამ ოპოზიციამაც და საზოგადოებამაც. იმიტომ რომ არჩევნები ძალიან გავს ხმათესვას, რასაც დათესავ, იმას იმკი მე 4 წლის განმავლობაში. იქ სადაც კინძს დაწესავ, უხრახუში არ ამოვა, კინძს სადაც დაწესავ, კინძი ამოვა. სადაც უხრახუ სხვადასხვა მესმის რატო გაგიღებათ, სააკაშვილის ხლარ გავხსენებია უბრალოდ ფიგურალურად თქვი. თუმცა პრინციპში კარგი დამთხოვაა. კინძებს თუ დათესავ, კინძები ამოვა. NDI-ის კვლევებს მე არ ვენდობი. შეაფასებდით და რამდენად სანდუა და სხვადასხვა ნაწილში იყო გამოკითხვები. NDI-ის კვლევებს მე არ ვენდობი და ქართული საზოგადოების 90% არ ენდობ. ეს არის მიკერძოებული კვლევები და რეალურად ისინი აქვეყნებენ იმ მონაცემებს, რაც მათ სჭირდებათ და მაგალითად პარტიების რეიტინგებს რო აკეთებენ, ესე იგი მათ რომელი პარტიას აწყობთ, იმ პარტიის მაღალი რეიტინგს აქვეყნებენ. ერთ-ერთი პარტია, რომელიც გამოაქვეყნებს 0% აქვს და გამოაქვეყნებს მეორე თუ მესამე ადგილზე. შესაბამისად, ასეთ მონაცემებს ჩვენ ვერ ვენდობით. მე მახსოვს, ჩემი პირადი რეიტინგი NDI-ის ადრე ბატონი, ესე იგი წინა ეს იყო 2012 წელს, NDI მაჩვენა კვლევები, ჩემი და ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის დაპირისპირების მერე პარლამენტში იყო მესამედამდე შემცირებული. ან დობის რეიტინგი არის ესეთი, იყო 38%, ეს არ არის ძალიან მაღალი, მაგრამ არც არ დაბალია და მე მეუბნება რომ 12%-ზე ჩამოხვედია. და მე ვკითხე რამ გამოიწვია ეს, იმიტომ რომ საზოგადოებაში პირიქით იყო იმ სკანდალის მე, რაც ისტერიკის მე, რაც სააკაშვილო პარლამენტში მოაწყო, ჩემთან დაპირისპირების დროს, პირიქით რეიტინგი 2-ჯერ თუ 3-ჯერ გაიზარდა. და ამან ეს მითქისებდნენ რომ შემცირდაო შენ რეიტინგიო. ხო და ხლა რა უნდა ვენდოთ ამის მერე ჩვენ ასეთ კვლევებს.